მომესმა და შევხსენი კარი და ვხედავ მამა გაბრიელი ხელებაპყრობილი ლოცულობს და არის აერში აწეული დაახლოებით 1-10 სანტიმეტრით და მისი სახე ანათებს აბსოლუტურად ასხივოსნებს იმდენად რომ თითქოს გაბრმავებდა მისი ეს სხივი ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები რაღაც ღვთისასწაულის ხილვა ესე როყვებიან ადვილია, მაგრამ თვითონ ხილვა ძალიან ძიმია. იმაში მასავე წმინდანი უნდა იყო, რომ ეს ბოლომდე გაუძლო ამას და ძალიან შევიძარი და თითქოს ვიწვი და ვუთხარი, ვაიმე, მამა გაბრიელი ეს რა არის მე თითქოს ვანათებ თქო და გაეღიმა და აი რაღაც თხოვე რომ ვაიმე, ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებ თქო, გაეღიმა და ჩამოვიდა და დადგა თავის ადგილზე მომეფერა, ჩამიხუტა, ჩამიკერა გულში და თავისი ეს მადლი უხვად გარდამოავლინა. რამდენიც შემეძლია რომ ვილოცო, იმდენს არ ვლოცულობ და ყველას ვთხოვ, რომ გულში ყველა თუ რაღაც მოროტება ჩვენ გულებში გადავაგდოთ და სიყვარულის მეტი გულში არაფერი არ გავაჩეროთ და ამ სიყვარულით ვიცხოვროთ და ვიქნებით გავბრწყინდებით კი არა მილიონჯერ გავბრწყინდებით სულ უფლის ნათელში ვიქნებით ამ სიყვარულით საშუალებით. ეს არის მთავარი სიყვარული და ამ სიყვარულზე სულ გაბრიელი ეძახდა. გქონდეთ სიყვარული და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. ყველაფერი იქნება კარგად უფლის წყალობით, დიდი მადლით და დედა ღვთისმშობლის ლოცვით ჩვენ საქართველოზე და ყველა ჩვენ აქ მაცხოვრებელზე და ყველასთვის ლოცულობზე და ღვთისმშობელი. რაც შეეხება საქართველოს, ივერია გაბრწყინდება. ეს იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამერ. ეს ღვთით მოხდება, მადლიანი ძვრები მოხდება განსაკუთრებით ივერიის ღვთისმშობლისა და ივანე მახარებლის აქ მობრძანებით. დიდი სულიერი ძვრები იქნება. ეკლესიაშიც იქნება მრავალი უღირსი სამღვდელოთაგან დათხოვილი იქნება ეკლესიიდან. დიდი სულიერი აფეთქება და აღორძინება იქნება, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, როგორც მამა გაბრიელი ამბობს, რომ მალე მოვალს უფალი დიდებით განშად სხოლოთა და დართა. მანამდე ჩვენ გვეღირსება მირონცხებული მეფე, რომელიც არის ერთადერთი გარანტი სინამდვილეში საქართველოს ერთიანობის, ერთადერთი გარანტი, კანონიერი გარანტი. ტირი გაბრიელ, დაიღალე, მეც ვტირი შენთვის. ნეტავ საიდან შემოგესმა ზეცის ალბუნი, შენ სასთუმალთან კედელს ამკობ ჯვარცმა უფლისა, მომცრო ტაბლაზე გადაშლილი სუფევს ფსალმუნი. ღირსო მამაო, საკუთარი ნებით ნატანჯო, ქვეყნის დარდი რომ აიკიდევით სათნო ჯვარი, უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს, როცა მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი. შენ ხომ ეულად შეუდექი გოლგოთის ბილიქს, ეკლის გვირგვინად დაიხურე მიტრა რვალისა, მათხოვრის იერს მოირგებდი სულით მდიდარი, ბერო, სადარო დავითის და გორგასალისა. ერის ცოდვანი ტვირთად ზიდე, მოღლილმა ცრემლით, არ შეორგულდი, არ დაკნინდი თუმც გწამეს ცილი, ჭეშმარიტებას აზიარე უყდავი სული, თხილის გულივით დაარიგე მოყვასთან წილი. გლანძღეს, გაფურთხეს, შეშლილად და გიჟად შეგრაცხეს, უღთოდ გაგწირეს, თითქოს გაკლდა ტანჯვა წამება, იქით ლოცავდი, ნუ გეშსცემდი შენს მაძაგებელს, კელაპტრად გენთო სათნო გულში წმინდა სამება. ჯვარსაც ვიეგე, ხომ გასმინეს მოწვართ მოწვარო, მაინც ვერ დაგცეს, ვერ წარგტაცეს ცხოვარნი მწყემსსა, და ისევ შენგან სიყვარულის მადლით ახსილი, დღეს საქართველო თავსევლება სამარეს შენსას. ტირი გაბრიელ,
ნუ გეშინის მეც ვტირი შენთვის ღირსო მამაო შვებად გადგას მაცხოვრის ჯვარი უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განსtildeილ ტკივილებს შენ ხომ მარტო კამ დაარისხე მცხეთაში ზარი